მერე კრახმალი ერევა, ჩაურევრი საჭმის კრახმალი და იპრესება. და გამოდის ესეთი რაღაცა, როგორც ქვანახშირი ეგეთი, ანუ სუბუქი არ არის, რაღაცა ქვის შთაბეჭდილებას ატოვებს. ეს უნდა გაცხელდეს და აი გრილში აი ეგეთი რაღაცა ხდება. ეს გრილი არის ჩვენი გოჭი. ეს რუსეთ ჯორჯიან გვიფეშქაშა. და ძალიან მაგრა გვადგება. და ეხლა ნახეთ, უყურე როგორ ვალაგებ, ანუ მოიტაკა. ისე არის დასტრელები. ეს არ უნდა დაალაგდეს როგორც ნახშირია, ეგრე მითხრეს რა. თავისი ტექნოლოგია აქვს, უნდა დაიდოს აი ეს. და ხორცი უშუალოდ ამის თავზე არ უნდა დაიდოსო. ანუ ამას იმხელა ტემპერატურა შიგნით გრილში, რომ ხორცს წვავს ზემოდანაც ქვემოდანაც. მითხრა რომ ზემოდანაც შეგიძლია პირდაპირ დაალაგო მწვადი შეწვა, მაგრამ ეს უფრო არის გრილის რა. მე ამის ლინკს ამ სინჯეს ლინკს დავდებ იმის ქვეშ რა ქვია აღწერის ქვეშ. მაღაზია რაც მოტანის სერვისიც აქვს და ის რა ქვია ეხლა ვნახოთ. ამას მე როგორი ხერხები თავავანთებ. არ დამინთია მართლა ვიტყვი. აი ესეთი რაღაცა ეს ხო გვაქვს, რა ქვია? რა? ჯადოსნური არა, ეს ამითი უნდა. ეს უნდა ერთი წაეკიდოს და გაწითლდეს. ერთი მეორეზე არ უნდა იდოსო რა. ამიტომ აი ეს მოწყობილობა რაც მიჭირავს აუცილებლად დაგჭირდებათ. ერთი რო წაეკიდება მერე უკვე თვითონ იწვის ბოლომდე რა. ერთი ტომარა სადღაც 9 კილო ხორცს აწვავსო რა. ond ეხლა რავი რა უნდა გააკეთოთ იმდე რომ 9 კილო ხორცი მეტი დაგჭირთ. აი ესე. ოშე. დამწვირა მისიცი? ა? დამწვირა მისიცი? მოიკიდა. მოიკიდა? მოიკიდა, აი. ამა ხელი ახლა მივუტან. მოგე დამას მოიკიდა.